ბოლო ორი თამაში დარჩა ჯგუფის, რისთვისაც ვიმზადებით, გუნდში როგორც ყოველთვის კარგი განწყობაა და ხო საქართველოს ნაკრებში არ არსებობს უმნიშვნელო თამაში, რაც არ უნდა როგორი მდგომარეობაც არ უნდა იყოს ჯგუფში. რა თქმა უნდა, ამ ორ თამაშში ვეცდებით, რომ თუნდაც ის წინა ორი თამაშის რაც ოქტომბრის თვეში გავმართეთ, გამოვასწოროთ და გამოვიკეთოთ ჩვენი ხასიათი და დადებითად შევხვდეთ შემდეგ 2026 წლის ახალ საკონცერტო ეტაპს და თამაშებს. ფიზიკურად ეხლა უფრო უკეთესად ვარ, იმიტომ რომ ოქტომბრის თამაშებში თამაშებამდე არ მიწევდა თამაში გუნდში დისკვალიფიკაციის გამო, შემდეგ სანაკრებში და ნაკრებიდან დაუბრუნდი ვითამაშე ყველა თამაში. გოლიც გავიტანი და რა თქმა უნდა ეს ჩემს თვითდაჯერებაში მეხმარება, ამიტომ თუ მომეცემა საშუალება რომ ამ ორ თამაში ვითამაშო, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ საქართველოს ნაკრებს დავეხმარო წარმატების მიღწევაში. პირადად ჩემთვის ეს ძალიან დიდი мотиваციაა და ძალიან დიდი პასუხისგებლობა ითამაშა შენი ეროვნული ქვეყნის მაისურით და ვფიქრობ რომ ჩვენ გამოვალთ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის რომ ჩვენი გულშემატკივარი ამაყად გავიდეს სტადიონიდან.